ორჩა დავიღალე ამით. 3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. დღეს კი ჩვენ ვიღებთ, გაჩერდი, როგორ გადავიყოთ ბოგდანის გარეშე. შემთხვევით რომ მის პლანზე უნდა დაგვეცადა. ხო, ჩვენ მას 2 საათია უცდით. ხო და გადაწყვეტეთ მის გარეშე ჩაგვეწერა მისამება. ის თავის თავს არ გავს, ის ძალიან პუნქტუალურია და ყოველთვის დროულად მოდის. საერთოდ არ ტოვებს ხოლმე გადაღებას. ალბათ ტუალეტშია და TikTok-ს სკროლავს და ფეხები დაუბუჯდა და ვეღარ მოვიდა. ო, ეს უკვე ბოგდანს გავს. შეგვიძლია დაურეკო? ოკეი. შემოდა აკრიფა ბოდია. იმედია მას ცუდი არაფერი დაემართა, სხვა შემთხვევაში მას თავგადასავლები უყვარს. არ ენერგიულო, უფრო სავარაუდოა, რომ პრობლემას თვითონ ბოდია გადაეყაროს. ის ჩვენი გიგანტია. ისე ხო? მიდი გთხო. მიდი გთხო. ჩუ? მან აიღო. ტელეფონი არ აიღო, მას აშკარად რაღაც დაემართა და იქნების უბრალოდ სადმე დაიკარგა, მაგრამ ის არასდროს დაკარგულა. ხო, დაკარგვა ზოგადად არარეალურია. თუმცა ეს ბოგდანია. იქნებ დედამის დაურეკო? დედა, მე ხუმრები? როგორ ფიქრობ, დედა მისის რამე? მე მაქვს მისი დედის ტელეფონის ნომერი, დაურეკა და ვიკითხავ. ბოდია? გამარჯობა ზლატა. ღმერთო ჩემო, რა მოხდა? თხილად დავხუროთ კარი. ბოდეჭკა მძიმე ხარ, რა დაგემართა? ეს დაჭდა. თხილად, მოდი. ახლა კი დაკითხვა. რა დაგემართა? რა თქვეს ექიმება? რა თქვა დედა? შეიტანე განცხადება პოლიციაში? რატომ გაქვს ნაცემი სახე? ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. ზლატა დამშვიდდი, ამდენი კითხვებით ახლა თავს უფრო ცუდად დაგრძნობინებ. არგი დაიწყე, რამე გითხარი? რა მოხდა? ყველაფერი კარგადაა, ახლა არ მინდა ამაზე საუბარი. დავიწყოთ გადაღება. რა გადაღება? ხუბრობ, ნაცემიზი ხარ. მითხარი რა მოხდა? მე ვთქვი რომ არ მსურს ამაზე საუბარი. თუ გადაღება არ გინდათ, ეგეც არ მაინტერესებს. ბოგდან, გაჩერდი. ეს ხუბრობაა? ჩვენ უნდა ვაიძულოთ რომ ილაპარაკოს. მოდი შევადგინოთ გეგმა, რაიმე იდეა გააქვს? კი, არის ერთი იდეა. მოდი გავახალისოთ იგი. იქნებ ამის მერე თქვას, რაც შემთხვა. მითხარი რა ამხნევებს მას ყოველთვის? მე ვიცი. წავედით. ყველი და კეჩუპი. და ყველაზე მთავარი. წავედით. გითხარით, ყველაფერს გავაკეთებ მეთქი, მე მესმის ყველა რისკი. ყველაფერს გავაკეთებ როგორც დაგკვირდით. როგორც მითხარით, ისე გავაკეთებ. ბოდია, შეხედე, ჩვენ მოგიბზადეთ უგებრიელესი კერძი. დიახ, ყველაფერი როგორც გიყვარს, სენდვიჩი. მაგარია. მადლობ, ჩემო ძვირფასებო, ისე მიყვარხართ. ისმინე ბოდეჭკა, მოგწონს ყველაფერი? დიახ, სუპერ, ჩემი საყვარელი სენდვიჩები. და როგორი განწყობა გაქვს, მითხარი? საუკეთესო. მერე შეგიძლია გითხრა რა მოხდა? მე გითხარით, არავის არაფერს ვეტყოდი, რატომ მაწამებთ? დამანებეთ თავი. ბოდია, სად მიდიხარ? სენდვიჩი მოისროლოთ არც დაამთავრა. აუცილებლად რაღაც საშინელება მოხდა. არ მისცა თავისუფლება რომ გამხიარულებულიყო. ასე რომ ვიდეო არ იქნება. ნიკოლ, რა ვქნათ? მე მაქვს იდეა. 3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის სახზე ხართ. დღეს კი ბოგდანს 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებთ და გავარკვევთ რა საკეთებს, ვისთან ურთიერთობს და რა საკეთებს თავისუფლებას და ასე შემდეგ. რაც მთავარია გავარკვევთ რა ჯანდაბა დაემართა მას. დიახ, იმიტომ რომ ის ჩვენი მეგობარია და არ შეგვიძლია ასე უბრალოდ დავტოვოთ. მეგობრებს მხარი ყოველთვის დავუჭიოთ, მაშინაც კი თუ გეუბნებიან რომ ეს არ უნდათ. დიახ, რადგან მას არც კი აქვს ეჭვი რომ ჩვენ მას 24 საათის განმავლობაში მივყვებით და შენს გამოვყვები ჩვენთან ერთად. წავრედით. ჩვენ ძალიან ჩანვართ. ის აუცილებლად გვისნობს. ჩემ გვჭირდება რაღაც უფრო შეუმჩნეველი. მე იდეა მაქვს. ნიკო, სად წახვედი? აქ, ეს არის ისაც გვჭირდება. რა არის ეს? მას რომ გავყვეთ, ნინძასავით უჩინარი უნდა ვიყოთ. ნინძებს კი შავი ათშიათ, ისე ლოგიკურია. ნიკო, შენი შავი ცოტა ვარდისფერია. მერე რა? მე მაინც უხილავი ვარ, ნინძასავით. მაშინ სად არის პოდია? ნახოთ წავიდა თუ არა. ხო. ჯანდაბა ის წავიდა, ის დავკარგეთ. ახლა რა ვქნათ? დედა ჩემის თვალთვალის შემდეგ ბოდიასთვის ტრეკერი დავაყენე. ასე რომ მე ყოველთვის ვიცი სად არის და ჩვენ მას არ გაუშვებთ. აუ მაგარია, მოდი მივყვეთ მას. მოიცადე, თუ მას ტრეკერი დავუყენე, ანუ მეც დამიყენე. ორა ეჩვიანი ხარ, უბრალოდ წავიდეთ. ჯერჯერობით საერთო არაფერია. ჯერჯერობით.
აუკინაღამ დამინახა. სად არის? დრაკონთან და დინოზავრთან ახლოს. წავედით. ისაკ არ არის. რა ლამაზია. უკვე დამავიწყდა. ბოგდან. ჯანდაბა ისაკ არ არის. ჩვენ გავასწარით. საით? იქით. აბა დავფიქრდეთ, სად შეიძლება იყოს ბოგდანი? სპორტულ დარბაზში, ნაკლებად სავარაუდოა. კინოში. ლოგიკურად ვიფიქროთ. ბოგდან. მაკდონალდსი. დიახ, როცა გინდოდა გაგეკვია რაიმე საინტერესო მეგობრის შესახებ, მაგრამ სინამდვილეში უკვე იცი მისი მოქმედების განრიგი. დავიქცეთ. დიახ, ის აქ არის, მე მას ხედა. მოიცადე, მაკდონალდსში კი არ მიდის, სალათის საჭმელად მიდის. მას არ გავს. რა? როგორც ჩანს, ჩვენი ბოგდანი ახლა დიეტაზეა. მაგრამ თუ ბოგდანი დიეტაზეა, მაშინ რაღაც საშინელება მოხდა მის ცხოვრებაში. და ჩვენ სწორ გზაზე ვართ. შეხედე, ვიღაც ურეკავს. მისი ლაპარაკი უნდა გავიგოთ. და როგორ შეგიძლია ამის გაკეთება? აქ დამელოდე. გეუბნებით, რომ მე არ შემიძლია ნიკოლის არხის ღალატი. ისინი ჩემი მეგობრები არიან. მესმის, რომ ფულს ვთავაზობთ. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა საზიზღარია ზლატა. კარგი, აქ ცოტა ხმაურია, მოგვიანებით დაგირეკავთ. აბა შეძალი რამის მოსმენა? კი, და ნეტ არ მომესმინა. საზიზღარი დამიძახა. ბოგდანმა? შენ დაგიძახა? ვაუ, მოვიგონიოთ ბოგდანის სული. ის მკვდარია. მის ნიკოლის არხის ღალატზეც თქვა რაღაც, წარმოგიდგენია? ჩვენ სახზე? ხო, იქნებ ვიღაცა მაიძულა ამის თქმა. ჯერ ეს არ ვიცით, ჩვენ უნდა გავაგზავნოთ თვალთვალი. წავედით, გავიკეცით. მეგობრებო, დღეს ბოგდანს უთვალთვალებთ, მაგრამ ჩვენ ისეთი პროფესიონალები ვართ, რომ შეგვიძლია უთვალთვალოთ არა მხოლოდ მას, არამედ თქვენს. დიახ, აქ ხართ, ვინც უყურებთ ჩვენს სახს გამოწერის გარეშე. ჩვენ შეგვიძლია დაგინახოთ, ფრედა გაპრაქტიკებთ, მაგრამ ჩვენ ვთხოვთ დამოიწეროთ არხი. ისეთ ვისკებს ვიზებთ, იმდენადაც ვაკეთებთ, რომ გაერთოთ და საათროთ, რასაც გყავთ არის ციტერფილაძე დაჭერა. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ამის დაკეთება ძალიან ადვილია. წავედით მეგობრებო, მიყვარხართ. ჩვენ გავეზრდეთ ბოგდანის ფოტოს, ნახვამდის. საყურეები გაგიშდა? ყურები არ აქვს გახრეტილი. ის ქალის საყურეებს არჩევს. აქ კაცების არ არის. ფაქტია. აი ქალის წინდებს არჩევს. ვარდისფერები, არა, ყვითლები, უფრო ლამაზებია. ისე ვარდისფერები რჩემია. მე კი ყვითელი. შეხედე, აქ ბევრია. გაჩერდი. და რატომ უყურებს ქალის აქსესუარებს? ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. სათვალეები? გამოიხედა. ერთი წამი, ერთი კითხვა მაქვს. რატომ ცდის ბოდია ქალის სათვალეებს? ისმინე ყოველთვის საინტერესოა რაიმე ახლისსა. მაგრამ გეთახმები, ქალის სათვალე უცნაურია. აბა რატომ სჭირდება მას ქალის საყურეები, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია? შეხედე, სალაროსთან მიდის. არა. ბოგდანი ამას არ იყიდის. რიგში ჩადგა. რა? რისთვის? მან ისინი იყიდა. მართლა? წავედით, მოდი ვიჩქაროთ, ჩქარა. ამ ბიჭს ნამდვილად რაღაც დაემართა. იქნებ სცემეს და ამის გამო უცნაური გახდა. სამწუხაროდ ლოგიკურად ცხერს, მაგრამ მაინც არ მჯერა. აი ის ნამდვილად ქალის სამოს ირჩევს. ამას რზენის სვიტერი. რატომ სჭირდება მას ეს? სალაროსთან წავიდა. ხო, საყურეები საკმაოდ ლამაზი იყო, მაგრამ ეს? რაღაც ვარდისფერი, მან იყიდა, გესმის? ამის გარდა მე ყველაფერს ველოდი. ყველაფერს, მაგრამ ამას არა. თუ შეგიძლია შეაფასოთ ჩემი შოკის დონე, მაშინ ის ზუსტად 1000 მილიონი 37 მილიარდი შოკის მეტრია. რა? არაფერი, ასე ვზომავ შოკს. ბოგდანი მით მცნაური ხარ. კარგი, ეგრე ძალიანაც არა. ასე რომ გაჩერდი ამ კოლგოტებით სულ დაგვავისლა მისი საუბარი არხის ღალატზე. კი, მაგრამ უცნაურია რომ ქალის კობა წყიდულობს. ვაიმე, ის წავიდა.
მან 2 სათამაშო აიღო, მისგან ამას არ ველოდი. დღეს რაღაც ძალიან უშნაური ხდება. შეხედე ის თოჯინებით გამოდის. ბოგდანი თოჯინებით თამაშობს. ჩემის ნავყარო არასდროს იქნება იგივე. ძვირფასო დღიურო, არ შემიძლია გამოხატო ის შოკი, რაც დღეს განვიცადე. მე მილიონობით შოკის მრისხველი მაქვს, ხო? ხო. იქნებ ბავშვობიდან რაღაც ფსიქიკური ტრავმა ჰქონდა? კარგი, ნუ ვიჩქარებთ დასვენებს და თვალი ვადევნოთ. მოდი წავიდეთ. შეხედე ის მიდის რაღაც კაფეში. ხო, იქ ორი ნატურაა, შენ ერთისკენ, მე მეორისკენ. წავიდა, ბიმალებით. ის აუცილებლად ელოდება ვინმეს. ახლა გავიგებთ გადაღების ნაცვლად ვისთან დაგეგმა აქ შეხვედრა. შეხედე ვიღას ბიჭი მოდის მისკენ. ანიქებ მთელი დღე ემზადებოდა მასთან შეხვედრისთვის. ნიკოლა ამის მოსმენაც არ მინდა. ეს ჩვენი ბოგდანია, დავგავიწყო ვინ არის? ვიცი რომ ეს ჩვენი ბოგდანია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ. ძალიან საეჭვოდ გამოიყურება. ჯერ თოჯინებით თამაშობს, მერე ტანსაცმელს არჩევს, მერე საყურეებს. არ ფიქრობ რომ უცნაურია? ცოტა კი. კარგად იფიქრეთ ჩვენს წინადადებაზე? დიახ, ვიფიქრე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან მიჭირს ამის გადაწყვეტა. თქვენ ცოტა ხნის წინ ძალიან პოპულარული გახდით მისტიკოლის არხზე. ჩვენ გვინდა რომ საუკეთესო არხებზე გადაგიბიროთ სამუშაოდ. იქ მეტი შესაძლებლობა გექნებათ, მეტი პოპულარობა, ძალიან მასტური შემოთავაზებაა, მაგრამ ეს ჩემი ოჯახია. ასეთი ფულის გულისთვის შეგიძლიათ ოჯახს უყალატოთ. თქვით დიახ და იქნებით ძალიან დიდარი და პოპულარული. იცით, ალბათ ვერ შევძლებ. გასულელი ხარ, შეიძლება ძალიან პოპულარული და დიდარი გახდეთ. კარგი, მაშინ კიდევ ერთი რამე გააკეთეთ ჩვენთვის. მისტიკოლის არხის პაროლის მოპარვა მჭირდება. რა? არ გავაკეთებ. ჩვენ თქვით რომ ვიპოვეთ საიდუმლო SCP ოთახი. თუ გსურთ მასზე ცნომა უნდა გააკეთოთ. დიახ, მე მჭირდება ამ ოთახზე ცნომა, მაგრამ ასეთ სხვებს ვერ გავიღებ. სულელი ხარ. SCP ოთახი, რაზეა საუბარი? და მე უფრო ის გამიტყვა რომ მას არხის ღალატს თავაზობენ. ნახე ნიკოლა, ადგა და უკვე სადღაც მიდის. მიდი გაყევი. ვაიმე! ვინ მოგცათ უფლება რომ გამომყვეთ? შენი ბრალია, რატომ არ მითხარი რადრე რა დაგემართა? გესმით რომ ჩემი პირადი ცხოვრება პირადად უნდა დარჩეს? მაშინ ბოგდან შენ არ ინებიულო, რაც შეეხება კოლგოტს, თოჯინებს, შენ საყურეებს, ჩვენ მიიგიგებთ ისეც როგორიც ხარ. როგორიც მე ვარ? როგორი და ცოტა ისეთი უსაური. დამშვიდით, ეს თოჯინები ჩემი დიშვილისთვის ვიყიდე, მა უნდა ითამაშოს. საყურეები რეალურად ნიკოლისთვის უნდა მიმეცა. ვა, მადლობა, დიდი მადლობა. მინდოდა ბებიასთვის სვიტერი მეჩუქებინა, უკვე ყინავს, ცივა და ზამთარია. და კოლგოტი? ბოგდან, კოლგოტი? როდ ხირო შენთვის არ გიყიდია. კოლგოტები TikTok challenge-ისთვის ვიყიდე. და ვის შეხდი? რა სახის საუბარი იყო არხის ღალატზე? უნდოდა ჩემი გადაბირება სხვა არხზე, მაგრამ უარი უთხარი. ოჩაკ! მოიცადე და SCP რა არის? ხო. ახლა ვერ გეტყვით, ძალიან საშიშია. ბოგდან, 3-2-1-0 თქვენ მისტიკოლის არხზე ხართ. მადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, არ დაგავიწყდეთ მოწონება და ჩვენ გავიკეცით. ნახვამდის.